იესო პასუხად კი ისევ იგავით ლაპარაკობდა და ეუბნებოდა მათ. სათასასუფეველი გავს მეფე კაცს, რომელმაც თავის ძეს ქორწილი გადაუხადა. გაგზავნა თავისი მონები ქორწილში მოწვეულთა დასაძახებლად, მაგრამ არ ისურვეს მოსვლა. კვლავ გაგზავნა სხვა მონები და უთხრა, უთხარით მოწვეულებს, აჰა, მოვამზადეთ ჩემი ვახშამი, ჩემი ხბორები და ნასუქი საქონელი დაკლულია, ყველაფერი მზად არის, გვეწვიეთ ქორწილში. მაგრამ მათ ყური არ უგდეს და ზოგი თავის ყანაში წავიდა, ზოგი თავის სავაჭრო საქმეზე. სხვებმა კი შეიპყრეს მისი მონები, შეურაცხყვეს და დახოცეს. ეს რომ მეფემ გაიგო, განრისხდა. გაგზავნა თავისი ლაშქარი და ამოჟლიტა ის კაცის მკვლელნი, მათი ქალაქი კი ცეცხლს მისცა. მაშინ უთხრა მან თავის მონებს. ეს ქორწილი მზად არის, მაგრამ მოწვეულები არ იყვნენ ღირსი. ამიტომ გადით გზაჯვარედინებზე და ყველა, ვინც შემოგხვდეთ, მოიწვიეთ ქორწილში. გავიდნენ მონები გზებზე და შეკრიბეს ყველა, ვინც კი შემოხვდათ, ბოროტი თუ კეთილი. და საქორწილო დარბაზი აივსო სტუმრებით. მეფე შევიდა სტუმრების სანახავად და იქ დაინახა კაცი, რომელსაც საქორწილო სამოსელი არ ეცვა. უთხრა მას. მეგობარო, აქ როგორ შემოხვედი, საქორწილო სამოსელი რომ არ გაცვია? ის კი დუმდა. მაშინ უთხრა მეფემ თავის მსახურებს. გაუკარით მაგას ხელფეხი და გადააგდეთ გარესკნელის ბნელში. იქ იქნება მოთქმა და კბილთა ხრჭენა. ვინაიდან მოწვეული ბევრია, რჩეული კი ცოტა. მაშინ ფარისევლები წავიდნენ და მოითათფირეს, როგორ დაეჭირათ იგი სიტყვაში. მიუგზავნეს მას თავისი მოწაფეები ჰეროდიანებთან ერთად და უთხრეს. მოძღვარო, ვიცით რომ ჭეშმარიტი ხარ. ჭეშმარიტებით ასწავლი ღვთის გზას და არავის მიჰკერწებ. ვინაიდან არ უყურებ კაცის პიროვნებას. ოდა გვითხარი ჩვენ. როგორ ფიქრობ, უნდა ვაძლიოთ ხარკი კეისარს, თუ არა? იესომ იცოდა რა მათი მზაკვრობა, უთხრა მათ. რატომ მცდით თვალთმაქცნო? მიჩვენეთ ხარკის მონეტა. და მიუტანეს მას დინარი. უთხრა მათ. ვისია ეს სახე და წარწერა? მათ თქვეს. კეისრისა. მაშინ უთხრა მათ. მიეცით კეისრისა კეისარსა და ღვთისა ღმერთსა. ეს რომ გაიგონეს, გაუკვირდათ. მიატოვეს სიგი და წავიდნენ. იმ დღეს მივიდნენ მასთან სადუკეველნი, რომელნიც ამბობდნენ, აღდგომა არ არისო და კითხეს მას. მოძღვარო,
მოსემ თქვა, თუ ვინმე უშვილოდ მოკვდეს, მისმა ძმამ უნდა შეირთოს მისი ცოლი და აღუდგინოს თესლი თავის ძმას. ჩვენთან 7 ძმა იყო. პირველმა შეირთო ცოლი და მოკვდა. შთამომავალი არ ჰყავდა და თავისი ცოლით ძმას დაუტოვა. ასევე მეორემაც, მესამემაც, მეშვიდემდე. ყველა შემდეგ კი ქალიც მოკვდა. ხო და აღდგომას იმ 7-დან ვისი ცოლი იქნება იგი? ის ხომ ყველას ჰყავდა. მიუგო იესომ მათ პასუხად. ცდებით, ვინაიდან არც წერილები იცით და არც ღვთისძალა. ვინაიდან აღდგომისას არც სოლს ირთავენ, არც თხოვდებიან, არამედ არიან როგორც ანგელოზები ცაში. ხოლო მკვდართა აღდგომაზე ნუ თუ არ წაგიკითხავთ, ღვთისაგან თქვენთვის თქმული, მე ვარ ღმერთი აბრაამისა, ღმერთი ისაკისა და ღმერთი იაკობისა. ღმერთი მკვდრებისა კი არაა, არამედ ცოცხლებისა. ესმოდა ეს ხალხს და უკვირდა მისი მოძღვრება. ხოლო ფარისევლებმა გაიგეს. სადუკეველები გააჩუმაო და ერთად შეიკრიბნენ. ერთმა მათგანმა რჯულის მცოდნემ გამოსაცდელად კითხა მას. მოძღვარო, რომელი მცნებაა დიდი რჯულში? ხოლო მან უთხრა მას. შეიყვარე უფალი ღმერთი შენი, ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა. ეს არის პირველი და დიდი მცნება. და მეორე ამის მსგავსი, შეიყვარე მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი. ამ ორ მცნებაზე კიდია მთელი რჯული და წინასწარმეტყველნი. როცა ფარისევლები შეიკრიბნენ, იესომ კითხა მათ. რას ფიქრობთ თქვენ ქრისტეზე? ვისი ძია იგი? მათ უთხრეს. დავითისა. უთხრა მათ. აბა როგორ გაუწოდებს დავითის სულში მას უფალს, როცა ამბობს? უთხრა უფალმა ჩემს უფალს, დაჯექი ჩემს მარჯვნივ, ვიდრე დავამხობდე შენს მტრებს შენს ფერხთა სადგამად. თუ დავითი უფალს უწოდებს მას, მისი ძე როგორღა? ვერავინ შეძლო მისთვის სიტყვის მიგება. იმ დღიდან მოკიდებული კითხვას ვეღარავინ უბედავდა. მაშინ ელაპარაკა იესო ხალხს და თავის მოწაფეებს. უთხრა. მოსეს ტახტზე დასხნენ წიგნობარნი და ფარისეველნი. ამიტომ ყველაფერი, რის დაცვასაც ისინი გეტყვიან, შეასრულეთ და დაიცავით. ოღონდ მათ საქმეებს ნუ მიბაზავთ, ვინაიდან ისინი ამბობენ, არ კი ასრულებენ. კრავენ მძიმე ტვირთს და ზურგზე ჰკიდებენ ადამიანებს, თავად კი თითითაც არ სურთ დაძვრა. ყველანი თავიანთ საქმეებს ადამიანთათვის საჩვენებლად აკეთებენ. იფართოვებენ თავიანთ სალოცავ თასმებს და იგრძელებენ სამოსის ფოჩებს. უყვართ სათავეში ჯდომა ნადიმებზე და წინა ადგილებზე ჯდომა სინაგოგებში. და მისალმებანი მოედნებზე, რომ ადამიანებმა უძახონ მათ, რაბი. თქვენ კი ნუ გიწოდებენ რაბის. ვინაიდან ერთია თქვენი მოძღვარი, ქრისტე და თქვენ ყველანი ძმები ხართ. ნურც მამას უწოდებთ ნურავის ქვეყანაზე, ვინაიდან ერთი მამა გყავთ, ზეციერი. ნურც წინამძღვარს გიწოდებენ, ვინაიდან წინამძღვარი ერთი გყავთ თქვენ, ქრისტე. უდიდესი თქვენ შორის თქვენი მსახური იყოს. ვინც თავს აიმაღლებს, დამდაბლდება, ხოლო ვინც თავს დაიმდაბლებს, ამაღლდება. Will be exalted.
ვაი თქვენ წიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთ მაგცნო, რომ ცათა სასუფეველს კეტავთ ადამიანთა წინაშე, რადგან არც თქვენ შედიხართ და არც შემავალთ უშვებთ. ვაი თქვენ წიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთ მაგცნო, ვინაიდან გადასჭამთ ქვრივთა სახლებს და მოსაჩვენებლად დიდხანს ლოცულობთ, ამისათვის უფრო დიდ სასჯელს მიიღებთ. ვაი თქვენ წიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთ მაგცნო, რომ შემოივლით ზღვასა და ხმელეთს, რომ ერთი ვინმე მაინც მოაქციოთ რჯულზე და როცა მოაქცევთ, მას გადააქცევთ გეენასზეთ, საკუთარ თავზე ორჯერ მეტად. ვაი თქვენ ბრმაწინამძღოლნო, რომლებიც ამბობთ, ვინც ტაძარს დაიფიცებს ეს არაფერია, ხოლო ვინც ტაძრის ოქროს დაიფიცებს ის ვალდებულიაო, უგუნურებო და ბრმებო, რა უფრო დიდია ოქრო თუ ტაძარი ოქროს რომ წინს. ვინც სამსხვერპლოს დაიფიცებს ეს არაფერია, ხოლო ვინც დაიფიცებს ზღვენს, რომელიც მასზეა, ის ვალდებულიაო, ბრმებო. რომელი უფრო დიდია ზღვენი თუ სამსხვერპლო ზღვენს რომ წნეს. ვინაიდან ვინც სამსხვერპლოს იფიცებს, ის იფიცებს მას და ყველაფერს, რაც მასზეა. და ვინც ტაძარს იფიცებს, ის იფიცებს მასაც და მასში მყოფსაც. და ვინც სას იფიცებს, ის ფიცულობს ღვთის ტახტსაც და მასზე მჯდომსაც. ვაი თქვენ წიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთ მაგცნო, რომლებიც იხდით პიტნის, კამისა და კულიავის მიათეთს და მიტოვებული გაქვთ, რაც უფრო მთავარია რჯულში, განკითხვა, წყალობა და სარწმუნოება. ესეც უნდა გაგეკეთებინათ და არც ის უნდა მიგეტოვებინათ. ბრმაწინამძღოლებო, კოღოს მწურავებო და აქლემების მშთანთქავებო. ვაი თქვენ წიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთ მაგცნო, რომლებიც გარედან კი ასუფთავებთ სასმისსა თუ ჯამს, შიგნით კი სავსენია მტაცებლობით და უსამართლობით. ბრმა ფარისეველნო, ჯერ შიგნიდან გაასუფთავეთ სასმისი და ჯამი, რომ გარედანაც სუფთა იყოს. ვაი თქვენ წიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთ მაგცნო, შეთეთრებულ სამარხებს რომ გავხართ, რომლებიც გარედან ლამაზები ჩანან, შიგნით კი სავსენია მკვდართა ძულებითა და ყოველგვარი უწმინდურებით. ასევე თქვენს გარეგნულად მართლებით ჩანხართ ადამიანთა წინაშე, შიგნით კი თვალთმაგწობით და უჯულოებით ხართ აღხსნილი. ვაი თქვენ წიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთ მაგცნო, რომ აშენებთ წინასწარმეტყველთა სამარხებს და ამკობთ მართალთა ძეგლებს. ამბობთ ჩვენი მამების დღეებში, რომ გვეცხოვრა, არ ვიქნებოდითო მათი თანამოზიარენი წინასწარმეტყველთა სისხლში. ამრიგად საკუთარ თავს უმოწმებთ, რომ წინასწარმეტყველთა მკვლელების ძენი ხართ. თქვენს ბოლომდე აავსეთ თქვენი მამების საწყაო. იქედნეთა ნაშობო გველებო, როგორ გაექცევით გენის საშელს? ამიტომ, მე მოგივლენთ წინასწარმეტყველთ. ბრძენკაცებსა და მწიგნობრებს. და თქვენ ზოგიერთ მათგანს მოკლავთ და ჯვარს აწვავთ. ზოგს კი გაშოლტავთ თქვენ სინაგოგებში და განდევნით ქალაქიდან ქალაქში.
გეწევათ მთელი ეს მართალი სისხლი, მიწაზე დათხეული, აბელის სისხლიდან მოყოლებული ზაქარია ბერაზიას ზის სისხლამდე, რომელიც ტაძარსა და სამსხვერპლოს შორის მოკავდა. Between the temple and the altar. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რომ ყოველივე ეს ეწევა ამ მიტყვას. იერუსალიმო, Jerusalem. Jerusalem. იერუსალიმო დამხოცავო წინასწარ მეტყველთა და ჩამქოლავო შენთა წარმოგზავნილ. რამდენჯერ მინდოდა შენი შვილების შეკრება, როგორც ფრინველი იკრებს ფრთებს თავის ბარტყებს, მაგრამ არ ინდომები. Gathers her chicks under her wings, but you were not willing. Look. Your house is left. აჰა, რჩებათ თქვენი სახლი ოხრად. ვინაიდან გეუბნებით თქვენ, ვეღარ მიხილავთ ამიერიდან, ვიდრე არ იტყვით. ურთხეულია უფლის სახელით მომავალ.